მეგობრებო, გამარჯობათ, მოდი გავაკეთოთ ხინკალები. ამისათვის უნდა დავიბანოთ ხელები და უნდა შევდგათ თქმა. ძალიან ცუდად ეხლა ხელები გავიწმინდოთ, აუცილებლად. ეხლა წავედით, დავიწყოთ გამზრდება ხინკალს. ავიღოთ საქონლის ხორცი და დავჭრათ კუბიკებად. დანას ავიღებთ, აჩნია ვის რომელი უყვარს. მე მეორე კუბიკზე გადავართ, რომელსაც 2-4. წესით თიულები ხორცს წახავენ. მე წახავენ. ხორცს მკახავენ. არებენ ხორცს ამაში. შემდეგ უნდა გავერცხოთ მწვანილები და ხახვი კარგად. მე მიყვარს ხინკალში კინძი და პეტრუშკა. დავიწყოთ. აქ არის ჩვენი კინძი და ხახვი. და კიდე პეტრუშკა. ჩავთვალ ციხაში. ეხლა აიხოთ წალი. კარგად გავერცხოთ და მერე წალი გადავაქციოთ. თან თაში მწვანილებს არ ატარებენ, კაფავენ. მაგრამ მე რომ თაში არ ვარ, მე ვარ როგორ ნათქვა, მაგრამ უნდა გავატაროთ. ეხლა ჩვენ გავატაროთ. დავასრულე მწვანილების გატარება. თიულურ ხინკალში არ უშვებით მწვანილებს. მწვანილები მარტო ქალაქურ ხინკალში ვიცით. ჩემთვის, ჩემი გემოვნებისთვის ორივე კარგია. ორივე ძალიან მიყვარს. გემრიელად მივითხრა. ამოდის დღეს გავაკეთებთ თიულურ ქალაქურ ხინკალს. ეხლა უნდა გავატაროთ ხორცი. ხორცი დაგვჭირდება 1 კილოგრამი საქონლის ხორცი, 9 ღორის ქონიანი ხორცი. იწყოთ საქონლის ხორცის გატარება. მოვჭით საქონლის ხორცის გატარებას. ეხლა დავიწყებთ ღორის ხორცით. ღორის ხორცი უნდა იყოს ასეთი ცხიმიანი. აგერ ჩვენი შერეული ხორცი არის მზად. და დამაუწყდა. ჩემნაირად სულ წიწაკა გიყვართ, წიწაკას და 2 ნიორს დავამატებთ. ეს უფრო მრავალ გემოვანს აძლევს.
არეთ მწვანილებთან ერთად. ეხლა წავიდეთ და შევანელოთ. ეხლა დავიწყოთ გულის შეზავება. ავიღოთ 1 კოვზი მარილი. ესე და მოვაყაროთ. ავიღოთ ცოტა წიწაკა და მოვაყაროთ. დაღერღილი წიწაკა. ახლა უნდა მოვაყაროთ ხმელი ქინძი. ვნებით შავი პირპილი. არ დაგვავიწყდეს, რომ დავამატოთ 150 მილიგრამი თბილი წყალი. შეიძლება რომ 150 მილიგრამზე მეტი დაამატოთ. რომ ხორცმა მოითხოვოს. დავიწყოთ ხელის ამოზება. ეხლა წავიდეთ დავდგათ წყალი და მოვხარშოთ ხინკალი. დავდგათ წყალი გაზზე და რო ადუღდება, მე დავბრუნდები და ჩავყრით ხინკალს. ეხლა დავიწყოთ ხინკლის შეხვევა. კარში ყველაზე მთავარი არის წვენი. მე და მამას გვიყვარს ხინკლის წვენი და ხორცი. გემრიელი არის და ძალიან წვენი რო აქვს. და გემოსაძლევს იმას ხორცს. ჩვენთან თაში ხინკალს 19 ნაოჭი აქვს. 19 არ გამოივა, მაგრამ განახებთ რაც გამოივა. ეს არის ჩემი ხინკლიკო და დაწუნებული ვარ რომ მამა ჩემს მოეწონება. სანამ ადუღდება წყალი ქვაბში, ჩვენ ხინკალს უჭერთ ესენი დიდები რო არის, ცოტას მოვაჭრით, რომ ლამაზი იყოს. წყალი უკვე ადუღდა და ჩავყაროთ ხინკალი. ახლა წყალი და ადუღდა და ჩავყრით მარილს. ჩავყრით 1 კოვზ მარილს ადუღებულ წყალში. ეხლა ვურევთ და კიდე დაველოდებით ცოტა ხანი რომ ამოდუღდეს. აუცილებელია რომ სანამ ხინკალს ჩავყრით რომ მოვურიოთ წყალს.
მოვურიოთ. მერე ავიღებთ ხინკალს, აი ესე. მერე აი ესე დავიკავებთ და ამოვატრიალებთ და ესე ჩავდებთ. ავიღებთ აი ამოვატრიალებთ ხეს და მერე ჩავდებთ. 1 ეხლა მე ამ მეორეს ავიღებთ, დავიდებთ მეორე ხელზე, ავიღებთ და კიდე ამოვატრიალებთ და ჩავდებთ. მე კიდე გავაკეთებთ, სანამ აღარ იქნება ხინკალი. როცა მორჩებით ხინკლის ჩაყრას, მე ქვები უნდა ავიღოთ, დავახუროთ და ავიღოთ და ესე ცოტა შევანძრებიოთ. განახეთ როგორ უნდა გავაკეთოთ. ავიღებთ ქვაბს, მერე დავარდებთ. ავიღებთ ჩვენ დახმარებას. თუმცა უფრო კარგია ნაგობა. ავიღებთ ამას. თაში ჩვენ ავიღებთ და ესე ვაკეთებთ, რომ ხინკლები არ დაეწყებოს ერთმანეთს. და დავაბრუნებთ ქვაბს იმაზე, გაზზე. მოეხარშება ხინკალი, თქვენთან ერთად დავაგემოვნებთ. და გავიწყდეთ, რომ ხინკალის მოხარშვას უნდა 8 წუთი. ჩვენი ხინკალის არის მზად და დრო არის რომ ამოყაროთ. მაგრამ ეხლა უნდა ხინკალს პირი მობანოთ. ეს ნიშნავს, რომ ხინკალს დავბანოთ სახე. დავბანოთ. უნდა ავიღოთ ცივი წყალი და ჩავაცხოთ ცხელში. ეხლა დრო არის რომ ხინკალი ამოყაროთ. ჩავარდა? ჩვენი ხინკალი მორჩა და ეხლა დრო არის რომ დავაგემოვნოთ. ცხელია ძალიან. იულები ხინკალს ხელით ჭამენ. იული ვარ და მეც ხინკალს ხელით ჭამ. აბა გასინჯე როგორ მოგეწონება? აგერ მეც ცხელია. შევთენდოს გაგეთებინა. ოკეი. მალე მოკვიჩე ანდრო. ხინკალის წვენი არის ყველაზე კარგი ხინკალი. ჩვენ თულები ვართ და ხინკალს ხელით ჭამთ. სამეჯერ არა. მაგარია. ეს გასინდა ჩემი ხინკალის გაკეთებული არის. ჩემი დის ხინკალის არის. დის. და მოყვა პერეცი. მე გახეული ავედა, მაგრამ დასწრებული ვარ, გემრიელი იქნება. ეს წვენი ყოველთვის გემრიელია.